ჩემს მეგობრებთან ერთად ყავისბარი გავხსენე. თეთრი კედლებით დავიწყეთ, ახლა კი მწვანე და სტაფილოსფერ კედლებში გულწრფელ ყავას ვამზადებ. 2025 წლის ნოემბერში ყური მოვყავით ამ სივრცის არსებობას. მეორე დღეს ვიქირავეთ და ჩვენი ხელით გარემონტება დავიწყეთ. გიფსოს და ელექტროობის გაკეთებაში ხელოსნები დაგვეხმარნენ. კედლები ჩვენ შევგებეთ, ბარი ჩვენ ავაწყეთ. ავეჯის ნაწილი ჩვენი ხელითაა გაკეთებული, ზოგიც ვიყიდეთ. პირველ თებერვალს ჰქონდა გახსნა გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა ქართველებმა, ორშაბათიდან დაწყება გადავწყვიტეთ და 20 თებერვალს გავიხსენეთ. 20 თებერვალს, რა თქმა უნდა, დასრულებული არ ჰქონდა ყველაფერი. გარებანერები არა, დეკორაციები არა, მაცივრები არა, მაგრამ ყავის აპარატითა და კეთილგანწყობით მაინც გავიხსენეთ. ამის შემდეგ ნელ-ნელა გვემატება ინვენტარი და დეკორაციები. ბევრი პრობლემა შეგვეჯახა. ხან წვიმის გამო კედლიდან წყალმა გამოჟონა, ხან მეზობელმა დაგვაბრალა თქვენი კანალიზაციიდან წყალი ჩემთან ამოდის და არ გამოიყენოთ. ხან რა და ხან რა. ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მივყვებით და გულწრფელ ყავას ვაკეთებთ. ყავაზე უფრო მნიშვნელოვანი გარემოა. გულწრფელი სიხარულით ვეგებებით თითოეულ შემოსულ ადამიანსა და ცხოველს. ცხოველებსაც გული მოუწევთ, ჩემი თუ აგჯერთ აი ჩანაწერები და სურათები. დღეს ბიზნესში ხშირად ლაპარაკობენ დამატებით ღირებულებაზე, ეგრეთ წოდებულ ველიუზე. როდესაც ამ კითხვას ვისმენ, ერთადერთი პასუხი მომდის: გულწრფელობა და მეგობრობა. ჩემი აზრით, ღირებულებას მაშინ ხდი, როცა რაღაცას გულწრფელად აკეთებ. ჩვენს მიერ გაკეთებულ ყავას და შექმნილ გარემოს დამატებით დასახელი დავარქვათ და სიტყვებით გადმოვცენ, ნამდვილად არ ვიცი. გულწრფელ და მეგობრულ ხალხს, გულწრფელ და მეგობრულ ყავას და გარემოს ვუქმნით. აქვე ვიტყვი, რომ ქაფი დისტანციური მუშაობისთვის იდეალურია. ხმაურიანი ქალაქის ცენტრში მშვიდი სამუშაო ადგილი. ყველა მაგიდას საკუთარი დენის წყარო აქვს. სწრაფი Wi-Fi, სუყე სენდვიჩები და გემრიელი დესერტები. ფერადფერადი სასმელები და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი. თურქული ყავა და ცივი ყავა ნაყიდით. მარკეტინგულ ვიდეოში რო არ გადამეზარდოს, 1-2 წინადადებით გახსნის პროცესსაც მოვყვები. ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით და შეუზღუდავი წარმოსახვის უნარით შევდექით გარემონტებას. საკუთარი გემოვნებით ხელმძღვანელობით, ელიავას და დომინოს გზა გავთელეთ. სამსახურიდან ახალი წამოსული ვიყავი, სადაც სრულიად დისტანციურად და სტაბილურად ვმუშაობდი. უცებ აღმოჩნდი გარემოში, სადაც ყველაფრის ჩემი ხელით, ფიზიკურად კეთება მიწევს და ყველაფერი გაუგებარია. პირველად ვაკეთებ და წინასწარ არ ვიცი რა გამოვა. ეს ყველა ფაქტორი ერთდროულად იმაზე ბევრად სტრესული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მოკლედ ეს გაურკვევლობის ციებ-ცხელება ნამდვილად არაა დასრულებული და ისევ არ ვიცი მომავალი რას მიმზადებს. მთავარია სულა განვაგრძო.